ამ ვიდეოში განვიხილოთ უშუალოდ უკვე პროგრამირებას შევეხოთ, ანუ რაც შეეხება ერთ-ერთი სისტემური ფუნქცია shutdown-ი, ანუ Windows-ის გათიშვა. ეს ალბათ უკვე ყველა ვიცით, მაგრამ არც ისე ბევრმა იცის, რომ Windows-ის shutdown-ს გააჩნია თავისი წამობრივი დრო, ანუ მას შეგიძლია მიუთით თუ გაითიშოს რამდენ წამში, 20 და ასე შემდეგ. თუ ერთ შეგიძლია ის, რა თქმა უნდა, დაიყვანო დასაშვებ მინიმუმამდე, ანუ 1 წამს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, რეგულირდება, მაგრამ საკუთარ ასევე ძალიან მარტივადაც არ არის საქმე, იმიტომ რომ ის გამოიწვევს ასე ვთქვათ, გარკვეულ ხარვეზებს სისტემაში. ეხლა რაც შეეხება როგორ უნდა გადავაკეთოთ, აი ეგეთი წესანი რანში ჩავწეროთ ეგეთი ბრძანება და მივიდეთ სასურველ კატეგორიამდე, ეს არის შემდეგი. ანუ, მოკლედ, როგორც ხედავთ, აქ არის ისრები თუ სად შევედი. ასე იგი, აი ეს არის სწორედ white token, ანუ როგორ შეიძლება Windows-ის გათიშვა. ეხლა ამ ეტაპზე მე Windows 8-ს ვიყენებ და მიწერია 10 და ეს 10 არ ვიცი მე როგორც მომს Windows 8, მაგრამ საკმაოდ ძალიან დაბალი ტარიფია. იმიტომ რომ უშუალოდ ანუ Windows XP, ან Windows 7 იყენებ და 2000. 2000 ეს ნიშნავს, რომ 20 წამის მანძილზე კომპიუტერი ითიშება და რა თქმა უნდა ეს გათიშვა ერთობ დამღლელია, მაგრამ ასევე სასარგებლოა კომპიუტერისთვის, იმიტომ რომ ყოველთვის კომპიუტერი დიდხანს ითიშება. დიდხანს რა, ანუ გააჩნია რა თქმა უნდა დიდხანს 10-დან 20 წამამდე კომპიუტერისთვის ითიშება. ის გათიშვის მომენტში, როდესაც ის თვითონ მიიღებს ფუნქცია shutdown-ის ბრძანებას, შემდეგ გადასცემს ყველა იმ გახსნილ პროგრამას, მაგალითად ეს იქნება Skype, ეს იქნება ბრაუზერი, ან თუ ნებისმიერი სხვა, ანუ Excel-ის კარტა იქ ძალიან ბევრი დამხმარე პროგრამა იხსნება Windows-ის ჩართვისთანავე, ალბათ ეს ვიცით და ყველა თითოეულ მათგანს გადასცემს გათიშვის ბრძანებას და ისინი ავტომატურ რეჟიმში ითიშებიან და საბოლოოდ სისტემა, ასე ვთქვათ, გადის offline რეჟიმში. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს დალაგებულად. როდესაც ჩვენ აქ ვუთითებთ ძალიან დაბალ ტემპერატურას, ამ შემთხვევაში როგორც ეხლა მიყენია მე Windows 8-ზე. თავის შეიძლება Windows-ის 8 სხვანაირად ზომავს ამ ყველაფერს, ან სხვა სკალა აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ძალიან დაბალია, როგორც მე ვიცი და მას დავიყვან მაინც 100-მდე, ანუ 1 წამამდე ჩემი შეხედულებით. შეიძლება 10 წამი მისთვის ნორმალური იყოს. არ ვიცი, ეს ყოველ შემთხვევაში გამოჩნდება კომპიუტერის მუშაობისას. თუ დავუშვათ დავაყენებ ძალიან დაბალს, ანუ დავუშვათ დავაყენე 100 ჩვენი XP-ზე, XP 1 წამისში ვერ გაითიშება, იმიტომ რომ მას სისტემაში ძალიან სხვა სისტემაზე აწყობილი და არ შეუძლია ეს ძალიან მალე დახუროს ყველაფერი. შესაბამისად ის სხვა პროგრამებს, ანუ რომ პროგრამას იქნება მასენად გახსნილი, არ მისცემს გათიშვის ბრძანებას. ის ავტომატურად შეუწყვითავს მას კვებას და გაითიშება ავარიულ რეჟიმში. ავარიულ რეჟიმით გათიშვისას პროგრამები შეიძლება ერთ დღეში პროგრამა არ გამოვიდეს წყობილიდან, მაგრამ ყოველდღიური ან თვეების მანძილზე ესეთი რეაქცია, რა თქმა უნდა, გამოიწვევს გარკვეული ფაილების დაზიანებას და ეს ასევე პარალელურ რეჟიმში გამოიწვევს უკვე იმ პროგრამასთან მუშაობის შეფერხებას. ანუ მე უკვე მუშაობის დროს რაღაც შეფერხებები მექნება და პროგრამა ვერ იქნება ისეთი როგორც უნდა იყოს. ანუ იმას ვიზახი, რომ გათიშვა ერთობ სასიამოვნოა, როდესაც კომპიუტერი ძალიან სწრაფად ითიშება, მაგრამ ასევე დამღუპველია მისი სისტემისთვის. მას აქვს გარკვეული დრო, რომლის განმავლობაში ის უნდა გაითიშოს, ეს არის 10-დან 20 წამამდე. ჩვეულებრივ Windows 7-ს თუ ვწდები უყენია 2000, ანუ ეს არის რაღაც 20 წამიანი ინტერვალი. ეს Windows 8 არის, კი, ძალიან დახვეწილი სისტემა არის, ახალი სისტემა არის. ეწერა 10. არ შეიძლება კონკრეტულად ჩემი Windows-ის შეცდომა არის, ან ასე უნდა იყოს. მაგრამ მე მაინც დავაყენებ 100-ზე და ნახავ, ასე ვთქვათ, რა მოხდება, როგორ იმუშავებს კომპიუტერი. და თუ მომეწონება, რა თქმა უნდა, დავტოვებ ასე თუ არა და გადავიყვან ძველ რეჟიმში. სისტემის ცვლილებას, ანუ shutdown-ის ცვლილებას აუცილებლად მიხვდებით, თუ როგორც თქვი, არასწორად მოახდენს გათიშვას კომპიუტერის, გამოიწვევს გარკვეული დონის ხარვეზებს და ეს ალბათ შესამჩნევი გახდება. მოკლედ, აქედან შეგიძლიათ მისი განვლება კომპიუტერის გათიშვა, მაგრამ ასევე არ არის რეკომენდებული, როგორც თქვი. დანარჩენი კი, რა თქმა უნდა, თქვენს ნებაზეა. ოკეი, უკვე შევამბრძანება ძალაში და გათიშვისას კომპიუტერი გაითიშება 10 წამიანი ინტერვალით. სულ ეს იყო, კითხვები შეგიძლიათ დასვათ საიტზე.